მოგესალმებით, მეგობრებო, გამარჯობა. ეხლა ჩვენ ერთი იდიოტით უნდა დავიწყოთ. ეს ძაღლებზე აღიგზნო თორნიკე რაზმაძე. ის ძაღლების თემა თავისუფლად მოგონილია და ამ მოგონილზე აღეგზნო. და აი ნახეთ რა სამოს. ამაზე თუ ეს მართალიაო, აი ნახეთ რა მოხდებაო და ნახეთ რა სამოს გაუშვით ეს იდიოტი. როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება. ეხლა ხო გონიათ რომ ეს ბიჭი რაღაცებს ლაპარაკობს და ისაც არის ლენა აქად მოგდებულიო. აი როდისღაც ხო წავლენ. წელწავლენ გაისაწოლე 10 წლის მერე ხო წავლენ. აი პირადად მე გპირდებით რა და ჩემნაირი გამოჩნდება მე კიდე უფრო ბევრი. თქვენ დედებს მოვწყნავთ. აი პირადად გაძლევთ გემუქრებით, მუქარა არის ეს. მე მაგ ერთ-ერთი ხარ, რატო არ ტირის? ვის ემუქრება? ვერ გამ. ხოცებს. რატო არ ტირის? ხოცებს თუ ძაღლები ვინც. ჩვენ რა ზოგადად რეჟიმს. რატო არ იტირა? არა, ეხლა დავაკონკრეტებულებ. ხოთი შეს არ არის დაკონკრეტებული. უნდა დავაკონკრეტებულებ. აქ ცოტა მოჭრილი გავიგე. ან 10 წელი რატო აპირებს რომ დაელოდოს ვიღაცის იმას თუ აპირებს, რასკვევს ეხლა. გინება 10 წელი რატო აპირებს რომ დაელოდოს? შეპენისო შენა. შენი დედაც. გინებას მიეცი კონკრეტული მიმართულება. თუ შენ იმ ადამიანებს აგინებ, იმ ძაღლებს წვავს, ესეთი ადამიანები არ არსებობენ და კაი, რაღაცა სიტყვიერ ანალიზებში ჩაგეთვლება. და თუ შენ რეჟიმის ეგრეთ წოდებული, ანუ მესვეურებს თუ გულშემატკივრებს აგინებ, აი უკვე მაგ გააკონკრეტე, გაასწორე და მე ნახავ რაც მოგივა რა. ხო, მე შევიტყვი, მე მგონი ნორმალური სიტყვა იყო რა. ნებისმიერ შემთხვევაში საცემია, კაი, ჰა. თუჯო, ისი როგორი იყო? მაგრამ არ შეიძლება. ცემა არის არაპედაგოგიური. რატო? არაპედაგოგიური. აუ, თუ არაპედაგოგიურია, გეთქვათ აქ. ხო, არაპედაგოგიური. როგორ ნათქვამი იყო ისე? სახელმწიფოებრივი და სახელმწიფოებრივთან მიახლოებული. ხო, სახელმწიფოებრივთან მიახლოებული ბაზარია. არა, მიმართულება გაასწოროს გინებს რა. ეხლა გამოვა ველოდებით, რა თქმა უნდა. ხვალე გამოვა, აი ხვალე 12 საათზე გამოდი. და იტირე და ისე თქვი რომ ვის აგინე, მიმართულება მიეცი. ვის აგინე? არა მოვიდა დეგრანაძია. ხო, რიკოშეტით გინებები არ მოსულა რა. ამ სიტყვიერ ხელოვნებაში უფრო კარგად გარკვეული ორატორულთან მიახლოებული ადამიანი ნიკა გვარამია თქოს. ხო ჩვენ გვაქვს სამი ასე ვთქვათ სახელმწიფოებრივ გამოხატული უბრალოდ ერთი არსებით სახელმწიფოებრივ სახელმწიფოებრივ გამოხატული სლოგანი ეს არის აქცია, სანქცია, ალტერნატივა ახალი დანამატია და ამასაც ავხსნი აქციაში და სანქციაში ორიგინალურები არა ვარ ეს არის ქართული ხალხის 500 დღიანი ბრძოლა მოდი ჩვენ მოვუპირდეთ აქცია სანქცია მაქცია აქცია, სანქცია. უბოროტელი რა, აქცია. შეიძლება. მაგრამ მე სამიპოს კონცეფცია მევასება რა. ხო, ეგ სხვა არის მაშინ. ხო, ძალიან უხდებათ სამიპო. აქცია, სანქცია, კაცია. აქცია, სანქცია. არ ვართ მჭიერები, არ ვართ პოეტები რა. ეს უფრო კარგი ალტერნატივა მართალია. ვერ ვითმავთ რა. პროზით შეგვიძლია უთხრათ. ახ და გოჯი და გოჯი. შენ მოვიდა. აქეთ ვიცარი და იქით ვიცარი. აქეთ ვიცარი, იქით ვიცარი. მოვიფიქრე. აი ამოვისო. გაწოწინ წავიცეთ ერთი ნოლი ჩვენს ასარგებლო. როგორ შეიძლება ლექსი კარგი ხუმრობა ლექსი შაი. ხო გამოვიყვანა. და გოჯი და როგორ ედება კარგად არა. ლამაზად ელამო. იზმო. კაი, კაბა, ნიკა გვა. ამერიკანი რომ ფიქრობდი. ეხტა გოჯი. ხო, მეთქი. ანტია. გასაგები დიახ. ყველა მიწა ვიწყებთ, იმიტომ რომ ეს არის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და ამას მივიყვანთ უკვე პირველი რესპუბლიკის გამოცხადების დღისთვის კულმინაციამდე. ზოგიერთმა თქვა რომ ეს საკმაოდ დიდი დროა ასე შემდეგ ჩვენ ვეპყრობით ამ საკითხს. სერიოზულად ჩვენ ლურჯ პიჯაკზე მწვანე ხალხი როგორი შეხამებაა? ჰა? ლურჯ პიჯაკზე მწვანე ხალხი როგორი შეხამებაა? მწვანე იყო? ეს ტელევიზორი მაგარი მაგ ზუსტად ცოს პერიფერზე. მეგობრებო, ბოკერი ამბობს მწვანე. აგი და ჩვენზე ლაპარაკობს. მაგის მაგის ჩაცმაზე ხო ძალიან მაგარი არის კი. აგი თან ეს იყო 7 წლის წინ, 8 წლის წინ და. უი, ბოკერია ჩვენზე ლაპარაკობს. ბოკერია ლაპარაკობს. ბოქსონა? კი, გავუშ
კუტარი. რა ზვარაკად შეწირვისოთ შეწირა თავი პოზიტივიზია ის რამიშვილი და ის ორი როუზის გარშემო აი თვითონ ეს ხალხი არ ამიშულა მაგრამ ეს გამოხატავს იმას რა პოზიციონირება აქვს ამ რეჟიმს და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ერთის მხრივ ჩვენ იზოლაციას ხო ასეთ სარისკო ვითარებაში რომ კარი მოკავშირეები არ ყავს არავინ ქვეყნის შიგნით დეზორიენტაციას და ირიბად აი მაგის წამხალისებელია რაც იქ ხდება ამიტომ როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ დამოკიდებულებაა დასაცავი ანუ ჩვენ ხსოვნის რეჟიმის პირობებში გავთიშოთ ეს გიგა ты просто член არა ანუ გამოდის რომ ჩვენ ვართ სარკე ჩვენ შეგიძლია იხემძღვანო აი რაფსკერი ხდება აქო საგარეო ამას ამბობს დინოზავრი ნიშადურით გაცოცხლებული ზომბი ბიჭო კუტარი შეიძლება წამოაყენო დასვა სადმე გაასეირნო მაგრამ ხო ვერ გააცოცხლებ ამას ამბობს ხო რა არა ორჯერ ამას კაცი ნინობური პოლიტიკური კაცი ნინობური ამას ამბობს გიგა ბოკერია რომელსაც არ ვიცი გაიყინა დროში და თავი გონია 93-14 წლის საქართველოში გველბოკერა ხო როცა ლიბერალური იდეები არის ვალიდური ჯერ კიდე იმიტომ რომ უცხოა და საბჭოთა კავშირი ცუდია და აქეთ კაი იქნება ფედერალისტი კი ფედერალისტი ძალიან მნიშვნელოვანია ფედერალიზმი საქართველოს ტიპი დროში მოგზაურობს და ჩვენზე ლაპარაკობს გახედე ჩვენ რას გვიყურებ სოფლიო ლიდერებს შეხედე ზოგი გადაცემაა ჩვენი გადაცემა და იმიტომ ზოგი აყურებინებს ზარი სოფლიო ლიდერებს შეხედე რა ტიპები არიან ზოგი ბოქსიორია და ზოგი ის რა მევასება ჩვენ დამი ზიზრის კალიბრის ზომება იმაში სახელდებას მოახდინეთ თუ არა ანუ ყველაზე ძალიან ვისაც ვეზიზღებით ყველა მე და შენზე ვაუბრობ რა ყველა მოგესე ის ორი ანუ მან იზოლება ზიზრის კალიბრი მე არ ვარ წინ მე მგონი თავარი მან რა არის რომ ბოკერა გველბოკერა ხო რომელიც თავის დროზე ნიჭიერ ახალგაზრდად ითვლებოდა ასევე დარჩა ნიჭიერ ახალგაზრდად ოღონდ რა და ძალიან შეზღუდულ წრეებში და სხვათა შორის როდესაც იყო ტრამპის კი არა ბაიდენის რეჟიმი კიდევ რაღაც აზრი ჰქონდათ მათ ფაფხურს მას შემდეგ რეჟიმი არა ცივი ომის დროს ქონდა აზრი კოკაკოლათი როცა შეგეძლო რომ გევაჭრა რომ კოკაკოლა არის თავისუფლების სიმბოლო მაშინ კი ბატონო შეგეძლო მაგრამ დღეს 2026 წელს კიდე რო ლაპარაკობ კოკაკოლა არის თავისუფლების სიმბოლო და რაღაც ჯინსი ვისაცაცვია და ფერადი მაიკა ეგ არის პროგრესი საინტერესო რომ დაგვაფასა და თქვა რომ ქართული პოლიტიკის განსაზღვრელები ვართ ჩვენ ანუ ჩვენ განსაზღვრავთ ლექსი თუ ნებლიეთ რომ გვიყურებ საქართველოს რა საგარეო პოლიტიკა აქვს. ძალიან კარგი ნიშნულია. შენ არაფერს არ გასაზღვრავ. ზურა ჯაფარიძე კიდევ ერთი სახშიც კი ამერიკანოფილი თუ შეიძლება. მე მგონი საკუთარ თავში არაფერს არ გასაზღვრავ. თავში. არის მარტივი მისაღწევი, მიხართ იმისა რომ ყველა ცალ-ცალკე ამას რაღაცნაირად ვაკეთებ და მე ახლა ახალი კეპა resist არ არის საკმარისი და აიდან ამას არ resist დაწერია. ვაფშე ამას ვერ ვხედავ და მოდიაში ხოლმე განსაკუთრებით ეცნობა რეგიონებში ვერ სხვადასხვა მიზეზებია ვერ წუს მე ბევრი ფაქტორები გააჩერეთ რა თუ შეიძლება რა. ეს ამბობს ადამიანები აღარ გამოდიან, აღარ მიდიან შეხვედრაზე. შიშით ხსნის. განსაკუთრებით ეს იგრძნობა რეგიონებში. რატო? ხო და კარგია შიშით ხსნის, ესე იგი რაღაც კიდევ ამ ხალხს ეშინია და თორე გული ჩვენთან არის, თორე ეშინია, თო? ხო, ჩვენთან არის. სხვაჭორის ზურა ჯაფარიძეზე მახსენდება ის ამბობდა რომ აქციები იმიტომ ვერ იხდებაო ეს იყო გავრილოვის პერიოდში პოსტფაქტუმ რაღაცა დივერსანტულ ქმედებებს რო ქონდა ადგილი გარედან დაფინანსებულ კამპანიებს იმიტომ ვერ იხდება აქციები რომ ცივაო არა კოვიდის დროს იყო არა კოვიდის ჩამოთვალა მიზეზები რატო ვერ შევიდა რომ გაზაფხული რომ მოვა მეორე ისო რომ მარშრუტებს ვერ ვიმაშვებითო ვერ ვკრავთო მარშრუტების პრობლემა არისო კოვიდის პერიოდი არ იყო ნუ ანუ დადიოდა რა ქალაქში მოძრაობა იყო თორე ხა კარანტინის პერიოდში არაფერი არ ხდებოდა ის კომენდანტის კოვიდის დრო არ იყო პროსტა კოვიდის დრო იყო შეიძლება ეხა კოვიდის დროა ეგრე კოვიდისადა ყველას გვაქვს მე ხა რაღაც ვირუსი მქონდა და ეჭვი მაქვს რომ კოვიდი გადავიდა ყველა ჩვენთანში არის კოვიდი გადავიდა და იმიტომ რომ ყნოსვაზე დათო თაზუნაშვილი ლირიული გადახვედა რა პერიოდში გავლიეთ ახალგაზრდობა თუ ჯერ კიდე ვლეოთ მაგახოზებს ანუ ჟამიანობა მოგვიწია
მესამე მსოფლიო ომის რისკ ფაქტორის მე ზამადურ სამოქალაქოებში გავნიე და შენ გაჩერდი ამიტომ. სამოქალაქო ჩვენ ცოცხლები ვიყავით, რა ბავშვები ვიყავით. ცოცხლებია დაბადებულები. 91. ხო და არ გახსოვს კიდე ისე საჭირო. ხსოვნით ვაფშე არ მახსოვს. ხო და მე მახსოვს სამოქალაქო. მე ძმაო 90-იანი ვარ, იმენა ეპიცენტრში ვიყავ. ეს დარბოდა იარაღით ხელში. არა მე იმის რო წუწუნე მე უფრო საშინელებები მახსოვს მეთქი რომ დაინგრა საქართველოს. ჯამიანობა გახსოვს? ჯამიანობს თქვენ დაანგრიე. მე არ დამინგრები. მოკერიამ და საბჭოთა კავშირი ხო თქვენ დაანგრიე. ეხა არ მქონდა მაგრამ ანგელოზივით სისტემა. ეგელიამ და მაცხობილი ქვეყანა და ანგელოზივით სისტემა რა სამხობ ბიჭო. მე ვანოთ. ყველა ვანოთ მაგას რა. მაგრამ რა სიზა. ეგელია. ზაიუზნე. ყველაფერში გაგვასწრო. აი ესეთი მაჩანჩალა, ესეთი გაუბედურებული, ესეთი გაპარტახებული ვიმეორებ ამით დავიწყე. თავის თავსახასიათებს? აი მე კოცი რომ გამოვა და ღირსებას რო გონია რომ იცავს და სუვერენულობას. ამაზე არასუვერენული ხელისუფლება არ ყოლია ამ ქვეყანაში. გადი რაშეც სვედანო რა. ორი სვედანის ინტერესებს. ყველაფერში გაგვასწრო და რა ვინ რაში გაგვასწრო. მაგალითად თავის თავსახსოვს. უკრაინამ რაში გაგვასწრო, პროსტა რო გითხრას რა. არა, ვაფშე უკრაინამ არა, მაგრამ თავის თავს შევადარებთ ევროკავშირს და ევროკავშირის ქვეყნებს. რაში გაგვასწრო? მე არ ვუტრირებ რეალურად ენერგეტიკული რესურსები ისე გაუძვირდათ, რომ არის. შეიძლება ჩვენ გაგვიძვირდეს, მაგრამ ისე არ არის. იქ განსაკუთრებით იმათ ორმაგად გაუძვირდათ. პირველი იყო რუსეთის გაზი, რაზეც იყო მიბმული ყველაფერი და ახლა გალფის ქვეყნებიდან შეძენილი ენერგორესურსები. უკრაინამ გაგვასწრო თვითმკვლელობაში. კი. მოლდოვამ რაში გაგვასწრო? კორუფციაში, ვაჯობა, ავტორიტარიზმში, ტერიტორიების ვერძაბრუნებაში და სასამართლოს მითვისებაში და სიტყვის თავისუფლების დაკრძალვაში. კი ბატონო, გაგვასწრო. რუმინეთმა რაში გაგვასწრო? აი ისევ იგივეში. რუმინეთმა ამერიკის ყველაზე დიდი ბაზა გეთდება. ხო, შემდეგ კრიმინალის დონით ვინ გაგვასწრო? გაგვასწრო საფრანგეთმა, ინგლისმა, ინგლისში უკონტროლო მიგრაციის მაჩვენებლად ვინ გაგვასწრო? შვედეთმა. ვინ გაგვასწრო? შვედეთმა. აქ როგორც კი რაღაცა საუბარი დაიწყეს მიგრაციის პრობლემებზე, საუბარი დაიწყეს. მაშინ შეცვალეს კანონები და გაამკაცეს საქართველოში. და იქ შეიძლება გაიარო პარიზში რო ჩახვალ, ცენტრიდან სანამ დავშოთ მე მეორე რაიონამდე მიხვალ, რა ვიცი, მე რასისტულად არ ჩავმართოთ, მაგრამ ფრანგს ვერ ნახავ რა. სად? პარიზში. რას ნახავ გაც? აი ეს იყო გეცნიერული მსჯელობა, არა. შენ რო ის გეოსო, ხო ის სიმღერა? ვილიმენა გეტო. თაჟო შალომ თქვა პარიზში ფრანგს ვერ ნახავ. ბაჩოს კომენტარი რო მაგ რას ნახავ კაცო? ვერ ნახავ, მართლა ვერ ნახავ. ხო რა. მე მგონი თაჟო დაკინაში. არავის არ გადატვირთ თავს. შეერთებულ შტატებს ქუცებთან გადასატვირთი არაფერი არ აქვს. ბიჭო, ზოლიან საროჩკაზე კუბიკებიანი ხალხსტუხი არ შეიძლება, როგორც ლურჯ პიჯაკზე მწვანე რა არის, ეხა ეს კარგი. მაგვერია თვალები, ბიჭო. სიცოცხლე გადაურჩენია. იმენა ჰიპნოზია, კარგი, გავაჩერო. აი ესეთი ჯაგები რო ხარ. ჰიპნოზა. პოლიტიკური ბაღნიჯო უწოდა ქართულ ოცნებას და პოლიტიკური ბაღნიჯო კი არა, ტარაკანია, თავად როგორც დაავადებული ტარაკანი რაღაცა. ამას დიხლაფოს მივას ხოლმე. საჭურისი ტარაკანი, რა ვიცი, ხა? ტარაკანი. არა, ეს უნდა გადმოატრიალო რა, ზურგზე და რო ფართხარ. ტარაკნები სხვა შორის გაქრა. ეს ანეკდოტი რა, ხო იცი? გაქრა ტარაკნები. ბევრი იყო ბავშვობაში ის რო იყო. საბჭოთა ანეკდოტი რა, ხო იცი ტარაკანა? ტარაკანი გაქრა. ტარაკანა სტოპ საბჭოთა ანეკდოტი. ვაფშე. ტარაკანა მოდის რა. მეორე ტარაკანა არის ამოყირავებული და ფართხალებს რა, ეს შეხედავს და ვა, break dance. ნუ, ჩეტო დიხლაფოს. ამას ამოჭრია. უკვდავი ანეკდოტების ასეულში გაამჩესებენ. კარგი. შენ ფავორიტი საბჭოთა ანეკდოტი ერთ-ერთი. ანა წითლიძე რა ანაწითლიძე ვაფშე ანების ის გავაკეთოთ. ანაწითლი. ანების ის გავაკეთოთ.
აქტიური, ამიტომაც რაც ანუ ფიქრობთ, რომ ეხა რეგიონებში დაიწყებთ მოძრაობას და 26 მაისის აქციას თბილის დაემატება რეგიონები, ანუ ამით იქნება ეროვნული მობილიზაცია არის რეალურად ესე დაანონსდა დღეს ამალიანსის ბრიფინგზე, შემდეგი აქტივობები და კი, იმიტომ რომ 26 მაისი არის ყველასი და 26 მაისი განსაკუთრებით ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ 26 მაისს გააკეთეს რომ ხალხმრავლობა ისედაც და საკუთარი ჩვენ გამოვიყავთ ეს ხალხი თამარ ჩერგოლიშვილი არა სანამ თამარას გავუშვებთ ვაი ამათ პატრონს ბიჭო 4 ოქტომბრის მერე რო კიდე აქციაზე ლაპარაკობენ ანუ ესეთი დეფორმირებული მორალი ესეთი უღმერთო ესეთი უნამუსო სისულელეც რა სისულელე გავიგე მაგრამ შენ როდესაც დიდად არ ხარ მორალური ავტორიტეტი იმ საკითხს აი მაგალითად ხო იცი ისინი რო არიან ვალებს რო იღებენ და ერთხელ არ დაუბრუნებიათ რაღაცა გარკვეულ აქტივობებში რო არიან ჩართული ადამიანები ხა ის რო კიდე ფულის შოვნაზე და ახალ საქმეზე გელაპარაკება ხო იცი რომ განწირულია ეგ საქმე და ესენი მაჩო თავაზობრივი გარჩე მაგარისკება გამოვიგებ ამოხსნილი მაგ სასწავლოში კაზინოს გაუგე კი ესენი გელაპარაკებიან აქციაზე რევოლუციაზე პერევაროძე რაღაცაზე ნუ არ არის ნორმალური რა არ არის მართლა ნორმალ შეურაცხყოფა არ თქვენივე ამომრჩევლის შეურაცხყოფა მინდა გითხრათ რა ეს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა, ეს არის უპრეცედენტო ერთსულოვნების დღე, როდესაც მოსახლეობის 90%-მა მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ და 99%-მა და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდა ეს რეფერენდუმი, უპასუხა დიახ, ის რაც 35 წლის წინ ავირჩიეთ ერთსულოვნად, დღეს არის საფრთხეში. საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას საფრთხეში. და ეხაც რომ მოაწყონ რეფერენდუმი ხალხი რა იმითი გზნობით არის განწყობილი ამათი ალიანსები მაგის რეფერენდუმი არა მაგაზე რეფერენდუმის მოსდენა არის ეცედა ცხადია ეს ყველაფერი მეგობრებო ერთი ამბავი მინდა გითხრათ ეს ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია ჩვენ მოვიგეთ დავა ტელევიზიის ჟურნალისტებთან ქაჯაია რო არის და თეოლაში რო ხო გიჭირდებოდათ ხო ეხა ნანუა ქაჯაია ნატა ქაჯაია და გაფრინდაშვილი ეხა გამოვიდა ეს კოკაკოლა კაცი ამხელა კოკაკოლა კაცი და თქვა რომ მივაძლევო ფულსო ამათო და ჩვენ ვიკითხეთ ხო იცი ანეკდოტი რო არის ხო იცი ვიკითხეთ პროსტა ვიკითხეთ რა ანუ სიუჟეტში გავაკეთეთ ამბავი რომ ამას ამბობს კოკაკოლა კაცი ჭონია და მართალია თუ არა ეს და ამათმა თავიანთი დედები მოიყვანეს და რაღაცები უქნეს იქ და გვიჩივნეს სარჩელი $1 მილიარდი თუ რაღაცა ამშობა და წააგეს რაც თავარია საქმე ხოდა პატივის და ღირსების შელახვას და რაც არ აქვს და როგორ შეულახავ ის დადასტურდა როგორ მიიღო ეგ სასამართლო საერთოდ არა ხოდა უკვე როგორ არის დადასტურდა რომ ჭონიას მიერ გადახდილი ფული არის პატივის და ღირსების შელახვა ეგ ხოდა это гуманно да это гуманно კოკაკოლა რომ მიხდის ეს არის პატივის და ღირსების შელახვა ძალიან კარგი სკანდალური ფოტომასალა მომაწოდეს შალვა რაბა ჯგუფშია სკანდალური ფოტომასალა ვინ არის ის არის უბრალოდ სკანდალური ფოტომასალა ეს არის პეტრეკოლხი აი გავუშვით შეიძლება გავუშვით პეტრეკოლხი რა ხდება просто პეტრეკოლხი არა ხომ არა გასტორა რა გავიხსენოთ ბიჭო გარჩე კვირის წირვა ჩაატარა და მე გაიქულა აი ხადა მადლობა პეტრეკოლხი იმისთვის რომ არსებობს კვირის წირვა ჩაატარა და მე კარჩე წავიდა უკრაინულ ეკლესიაში იმენა მოიგოცა სიგურულად შემერა რა მე პივასიკირა კიდე მოკუჩავა ქონია კვირის წირვა ჩაატარა და მე რაღაცა ეს შამანების წაბალი რო არის რაღაცა დრაგი რომელია დრაგ შამან 2027 თქო გავუშვით თინა მოკუჩავა და თინა მოკუჩავა მომავალში თავს მოიაზრებს ყველაფერი მოვიწყდა რომ ის იქნება პრემიერ-მინისტრი ქვეყნის. ეს არის კითხვა, რომელზეც სწორი პასუხი მე მგონი არ არსებობს. რომ გითხრათ არა, ყველა იტყვის რომ ამას ამბიცია არ ქონია და საერთოდ რა უნდა პოლიტიკაში, მაგრამ რომ გითხრათ კი, ყველა იტყვის რომ ეს რასაშინოთ ამბიციური ყოფილა. უნდა, გაიგე, უნდა თინა ბოკუჩავა რო პრემიერი იქნება. საქართველოს იქნება როგორ მაგას მიუგდებენ პლანშეტს იმეფლის და საქართველოს რო თინა ბოკუჩავა იყოს პრემიერი არის ეგეც საქართველოს მე კოშმარში არ წარმოვიდგენ ბუჩიყო თუ თინა ბოკუჩავა რომელი უფრო მაგარი პრემიერი იქნება ბუჩიყო
ალბათ. ინაბაკუჩაო ნებებს აყვება ძალიან და ტელეფონზე გაყიდოს. გარჩე ეხა ჩამიგდეს აგრეთ სკანდალური ამჯერად ვიდეო და მე ჯერ არ მინახავს ეს ვიდეო, შეგვიძლია ერთად უყუროთ. გინება ხო არა? არა, ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეო არის და არეკლამებს ძალიან საინტერესო პროდუქტს თურმე. გური, დაინტერესდები. საინტერესო პროდუქტს არეკლამებს ნანუკა. ჩამოვთითო ამას ყველაფერს და კაი დავაჩერე. რეკლამა არა. რეკლამა გაუშვა? გაუშვათ. გაუშვათ. მე აფერშუაში არა ვარ. ეს არის არაკომერციული ჩვენი. ხო და შუაში მოგვაქცია. გაოცდებით ისეთი რეკლამა. შუაში მოგვაქცია. ანუ ყველაფერს ელოდები ალბათ მაგის გამო. ვიდეო მოგვაქცია უკეთებს რეკლამა. მაგრამ ვიდეთ რა არის ნამდვილში ყველაზე მნიშვნელოვანი. რადა იმპლანტის ტექსტურა. რადგან ზედაპირზეა დამოკიდებული. არა, რატო გაგიკვირდება? აუშვეში. რომ ეთქვა 20 ვარიანტი მითხარი რის რეკლამას გაქვს, მეტყოდი რომ იმის ყველაზე მეტად არა, ყველაზე მეტად შეეფერება, რატო ეხა არ შეეფერება. არა, სხვა რამეს ვამბობ, beauty ბლოგერობით დაინტერესებულია რაღაცა კოსმეტიკურ იმპლანტებზე, ფილერებზე, ლაპარაკ დამაცხადე ერთად. ანუ ძალიან ოკეი, ამან რო გააკეთოს გამომცემლობის რეკლამა, Kindle-ის რეკლამა, რაღაცა რაზე მედავები ბიჭო? 20 ვარიანტში, 50 ვარიანტში ვერ იტყოდი რომ იმას სილიკონის ბიჭო, ვერ იტყოდი, მაგრამ შეუთავსებლობა ვაფშე არ არის. არის beauty ბლოგერობა, არ არსებობს ამის beauty ბლოგერობა. არაფერი ხდება. აქ თემები. მეტყველებიდან, გარეგნობიდან გამომდინარე beauty ბლოგერობა არის საშინლად ქაჯი. ეგ რა შუაში beauty ბლოგერობა არის შენ რომ რაღაცა როგორ მეიქაპს იკეთებ, რა კრემებს ხმარობ და მაგასაც ხო სჭირდება რაღაც გარკვეული. თორე მაინც ლამაზი კი არ უნდა იყოს. არა, მაგას სჭირდება იყო არა ქაჯი მეტნაკლებად მაინც. და რაც თავარია ეს არის გაქანებული მიშის სტილი. მაგას სჭირდება ბევრი product placement-ი და ძუძუების რეკლამა. და აფთიაქებთან ბევრი თანამშრომლობა და ბევრი ძუძუების რეკლამა ამას არ უხდება. საერთოდ არა, მე ბევრად სხვა რამეს მე რომ მინდოდეს ძუძუები მე რაში მინდა, მაგრამ მაინც მაგ რეკლამას არ დაუჯერებთ. ბიჭო, რაღაცა მაშინ ისეთი სილიკონის ის უნდა გააძროს რა, თან რო არბალეტი ხდება და ისვრის. ნელა გარდავალ დაჟინა. არა, მე სხვა შორის მართლა არ ველოდი. აქციაზე რო რეზისტენციას აძლიერებს. მე მეგონა ისეთი სილიკონები. დანუკა თვისაც კი უხერხულ რაღაცებზე გადავალ და არ გვინდა უკვე მე ვატყობ უკვე. მე მეგონა რა. ოსტინ პაუერში რო ხო ის რო ისვრიან. რობოტი ქალები ძუები. განავდივართ რა. კარგად ზარდებოდნენ მეგობრებო, ხვალ ცოტა მოგვიანებით შევხვდებით. ნახავთ ის.